მოგესალმებით, შემოკარგება, მოდით ვნახოთ რა გაგახარებთ უახლოეს პერიოდში. მაქსიმუმ 1 თვის ვადაზე, რა სასიხარულო სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში. გვექნება ორი ვარიანტი, პირველი და მეორე, არჩიეთ რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ. ორი ვარიანტიდან და ვნახოთ, რა სასიხარულო სიახლეს გიმზადებთ სამყარო. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. აქ ნახეთ რაღაცის ლოდინი გაქვთ ახლა დიდი ალბათობით, რაღაცას ელოდებით. შეიძლება ფინანსური თემა იყოს, რაღაც ფინანსურ საკითხებსაც შეიძლება ელოდებოდეთ. კი, ნახეთ 10-იანი მონეტები გვაქვს. ხო, ნახეთ როგორი თემა აქ რაც გაგახარებთ, ეს იქნება თქვენს მატერიალურ თემასთან დაკავშირებული, ჩემოკარგებო, თუ რაიმე შანსს ელოდებით, ინიციატივას ელოდებით, რაღაცის ყიდვას გეგმავთ, შეძენას გეგმავთ და ფიქრობთ, რომ თანხა არ გეყოფათ, ან არ გექნებათ, ან რაღაც ისეთი მომენტები შეიძლება გქონდეთ, მოლოდინის რეჟიმში იყოთ, აუცილებლად მიიღებთ აი ამ კონკრეტულ თანხას თუნდაც. ოჯახურ თემაშიც ჩანს ძალიან კარგი სიახლეები და ზოგადად მომენტები, ანუ სტაბილურობა ჩანს ძალიან კარგი, სიმყარე ოჯახში, თუნდაც ემოციურ დონეზე და ასევე ზოგადად ვიტყოდი, რომ აი უფრო მეტი თანხა, უფრო მეტი ესეთი ბარაქა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, სიმდიდრე როგორც ასეთი. ახლა ცოტა მოლოდინის რეჟიმში შეიძლება იყოთ, მაგრამ გამოხვალთ აი ამ მოლოდინის მდგომარეობიდან და ძალიან კარგი მომენტი შემოდის. ნახეთ, აბა დავუმატოთ ორაკულიდან თქვენთვის რჩევა. და ნახეთ, აქ ვიღაც დაგეხმარებათ კიდევაც, რაღაც სამყაროსგანაც შეიძლება მიიღოთ აი ესეთი მომენტი, რომ აი ვთქვათ, სამყარო დაგიდგებათ, ესე ვთქვათ, გვერდში და მიხვდებით, რომ აი მარტო არ ხართ და აი რაღაც ეს უმაღლესი ძალებიც ჩარეული არიან აი თქვენს ცხოვრების რაღაც მომენტებში და აი მართლა სამყაროსგან იგრძნობთ აი ამ ენერგიას და იმ ძალას, რომ აი რაღაც მომენტს გადალახავთ და რაღაც აი ახალ ეტაპზე გადადიხართ, რაც ბევრად კარგი იქნება თქვენთვის, ვიდრე ვთქვათ, აქამდე რაღაც მომენტები გქონდათ. გადავიდეთ უკვე მეორე ვარიანტზე. ნახეთ, რა კარგი არკანი ამოვიდა. ეს არის განულება, რაღაც ახალი დასაწყისი, ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, ახალ გზას აჩვენებს, თითქოს რაღაც ახალ გზაზე გადადიხართ, ეს ძალიან გაგახარებთ, ეს ცოდეთ, იმიტომ რომ აი რა ყველაფრის განულება ხდება და სრულად ახალი, რაღაც ძალიან მაგარი თავგადასავლები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ეს ეხებოდეს რაღაც ცხოვრების ერთ კონკრეტულ ასპექტს, ან შეიძლება ზოგადად თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს და რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ნოთხიანი ხმლები. ნახეთ, ახლა როგორი თემა არის აქ. ზოგიერთები შეიძლება ძალიან გადაიღალეთ რაღაც თემებთან დაკავშირებით. ან უსამართლობის მომენტი გქონდათ რაღაც სიტუაციებში. აქ შეიძლება ვიღაცამ ბოდიშიც მოგიხადოთ და გულწრფელობა წამოვიდეს კონკრეტული ადამიანისგან და აქ რაღაცის დატოვება ჩანს რა, ისეთ რაღაცას ტოვებთ, აი ემოციურად გამოდიხართ რაღაც მდგომარეობიდან, რაც აი მართლა ძალიან ცუდად მოქმედებდა უკვე თქვენზე. აი რაღაცამ შეიძლება ძალიან გადკინათ გული, რაღაცამ აი ძალიან იმედი გაგიცრუათ ამ ბოლო პერიოდში და სწორედ ეს არის ხოლმე, როცა ესეთი სამიანი ხმლების ენერგია როცა შემოდის, ეს არის რაღაც აი ძალიან ტკივნეული გაცნობიერება, აი ესე ვიტყოდი. და აი გადალახვა ჩანს აშკარად ამის რა, აი ამას აჩვენებს. მოდით ვნახოთ მესიჯი თქვენთვის უკვე, რა მესიჯი აქვს სამყაროს. აქ რაღაც დასასრულებელი გაქვთ თითქოს რაღაც ეტაპი, თუმცა შეძლებთ და დაასრულებთ რაღაც მომენტს. და აქ არ ვიცი, ადამიანებიც გამოჩნდებიან, ვინც ნამდვილად თქვენი აი სულის მეგზურები, ახლობლები, აი მონათესავე სულები და ეს ადამიანები ძალიან დაგეხმარებიან. მოკლედ ეს არის, წარმატებებს გისურვებთ ყველას და დამიწერეთ, რამდენად რეზონირდება თქვენ სიტუაციასთან. დროებით.